რა მიულოცოთ ჩვენს თავს ქართველნო ნუ თუ ისევ ძველებურადვე თავი უნდა დაგიყრათ და მოგახსენოთ შემოვდგი ფეხი წყალობდეთ ღმერთი სულ წყალობა ღვთისა და წყალობა ღვთისა ერთხელ ჩვენ თვითონაც თითი გავწართ ერთხელ ჩვენ თვითონაც მივდგეთ მოვდგეთ წყალობა ღვთისა კარგია, მაგრამ რა ქნას მარტო წყალობამ თუ ღვთის მიერ ნაწყალობებს თვითონ ადამიანი არ არწყავს, არ ასკლავს, არ უვლის, არ პატრონობს. ღმერთმა რაც წყალობა იყო, უკვე მოიღო ჩვენზე. დანარჩენი თქვენიცი და თქვენმა კაცობამაო. რა კაცობა გამოიჩინეთ? რა გითხრათ? რით გაგახაროთ? წავიდა ის დრო. დაჩხლუნგდა ხმალი, გაუხმდა ვაჟკაცობა. ეხლა ხმალი თაროზე უნდა შევდვათ, აღარაფრის მაქნისია. ეხლა ან ადლი უნდა გვეჭიროს ხელში, ან ჩარხი ქარხნის, ან მავთულები მანქანისა. ეხლა ვაჟკაცობა ომისა კი არ უნდა, რომ სისხლსა ღვრიდეს. ვაჟკაცობა უნდა შრომისა, რომ ოფლი ღვაროს. ხმლიანმა მტერმა ვერ წაგვართვა, ვერ დაგვათმობინა ჩვენი ქვეყანა. ხმლიანს მტერს გაუძელით, შრომით და გარჯით, ცოდნით და ხერხით მოსწეული კი თან გაგვიტანს, გაგსჯლებს, გაგსრიცავს. სახსენებელი ქართველისა ამოიკვეთება და ჩვენს მშვენიერ ქვეყანას როგორც უპატრონო სახტაკს სხვანი დაეპატრონებიან. შრომასა და გარჯაც, ცოდნასა და ხერხს ვერამიღა დაუდგება წინ თუ შრომა და გარჯა, ცოდნა და ხერხი წინ არ დაუყენეთ, წინ არ შევაგებეთ, წინ არ დავახვედრეთ. ვართ კი ყოველ ამისათვის მზად ან გვესმის კი ყოველივე ეს ვიცით და ვემზადებით. რა გითხრათ? რით გაგახაროთ? არ ვიცით რანი ყოფილვართ. არ ხედავთ რანი ვართ, ვერ გამოგვისახია რანი ვიქნებით. თვალებზე ხელი აგვიფარებია და ყურებში ბამბა გვაქვს დაცული. არც არაფერს ვხედავთ, არც არაფერი გვესმის. უზარმაზარი თხრილია ჩვენ, ქართველების წინ. ამ თხრილის პირას ვდგავა და საკმაოა ხელი ვკრან და შიგ გადავიჩეხებით დედაბუდიანად. ორბი არწივიც კი ვერ დასწრდება ჩვენს ძვლებს, რომ გამოხრან, გამოსიცკნონ. ისეთი ღრმა ეს თხრილი, ისეთი უძირო. ვდგავათ და უღონოთ ამ ზույით, მე ვარ და ჩემი ნაბადიო და ამ ბზუილი არა გამოდის რა. იქნები იმიტომ, რომ ყველა ბუზი ბზუის, ფუტკართან კი ყველა ტყუის. ახალო წელიწადო თუ რამ შეგიძლია თვალები აგვიხილე, ყურებიდან ბამბა გამოგვაცალე, ფუტკრისაგან გვასწავლე დროთა შესაფერი სამამაცუნი ზნენია, რომ ჩვენმა შემდეგმა მაინც აღარ ასულს. რა გითხრათ?